მოგესალმებით, ძალიან ბევრი ხართ, როგორ მიხარია დღეს აქ რო ვარ, ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს მინდა უთხრა, ძალიან დიდი მადლობა სპონსორებს, პარტნიორებს და მინდა აღნიშნო, მე აქ არა ვარ ნაცნობობით, ჯერ დამპატიჟე სპიკერად და მე გადაწყდა რომ რედიშონში მოხდებოდა ეს ყველაფერი. აი, ძალიან დიდხანს ვიფიქრებ, თქვა, სასაცილო იქნება, არ იქნება, მაგრამ ეგრეა. ჩემ პრეზენტაციას ქვია კიევური რეცეპტები, ქვია ასე, იმიტომ რომ მე 21 წელი ვცხოვრობდი უკრაინაში, საერთოდ 32 წლის ვარ, მქონდა რომ წავედი ცოტა კი არა, ქართული ვიცოდი, ვიყავი ქართველი ბავშვი, წავედი უკრაინაში, იქ ვიცხოვრე 14 წელი კიევში ვიყავი და 8 წელი აქედან მოღვაწეობდი PR-ში, საავტომობილო ბიზნესში. რეცეპტებს დღეს სამწუხაროდ საბედნიეროდ არ მოგიყვებით სამ პრინციპის შესახებ, რომელსაც მე ვცდილობ რომ გამოვიყენო ჩემ საქმიანობაში და ვიცი რომ ამართლებს, იმიტომ რომ მაგას გამოცდილება რომ ამართლებს, დავასაბუთებ კიდევაც და ასევე შევეცდები რომ გაგცეთ პასუხი, ალბათ ჩემ თავს უფრო გავცე პასუხი შეკითხვაზე, რომელსაც თითქმის ყოველ დღე მისვენ საქართველოში. ეს 1 წელია რაც აქ ვარ, საერთოდ 3 შეკითხვა, რამდენი წლის ახარ? რამდენი წლის თუ ხარ, დღემდე რატო არ გათხოვდი? და რატომ ჩამოხვედი? შევეცდები ამაზეც ორ პირველ შეკითხვაზე არა? აბა წავედით თუ ვერ წავედით? აჰა. არ გვეშინოდეს ახალი კერძების, რა თქმა უნდა, გაატანით მნიშვნელობის, მეგონი უკვე მესამე ადამიანი ვარ დღეს, ვინც საუბრობს იმაზე, რომ არ უნდა გვეშინოდეს სიახლეების. რატომ? სიახლეები ძალიან მაგარი რაღაცაა. აი, რას ვაკეთებ პირადად მე? ვცდილობ, რომ მოვძებნო რაღაც საინტერესო იდეა, რომელსაც უკვე გაამართლა სიტყვაზე საზღვარგარეთ, მოვარგო ჩემს რეალობას, იმიტომ რომ შეიძლება რაც იქ იყო კარგი, ჩემთან კარგი არ გამოდგეს და პირიქით გაბანძდეს, თუ მართლა შევხედე და გავაანალიზე და დავწმუნდი, რომ იმუშავებს, შემდეგ მიდის უკვე ჭიდაობა და ბრძოლა, იმიტომ რომ მე მჭირდება ხალხი, რომელთანაც ერთად ამას განვახორციელებ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მიხდება ხალხის დარწმუნება, ახლა ერთ მაგალითს მოგიყვანთ, თუ კი შედგა ეს ყველაფერი, განვახორციელეთ, ჩვენ ხდებით ტრენდსეტერი, აუცილებლად მე იქნება მეორე, მესამე, მეხუთე, ასე შემდეგ ადამიანი, მაგრამ პირველი ლიდერი მაინც ჩვენ დარჩებით. ეხლა გეტყვით რა მოხდა. ძალიან ბევრი რაღაცები წერია, ესე მოგიყვებით. 2010 წელს მუშაობდი ნისანში, ვიყავით ჟენევაში, მე და ჩემი კოლეგები, სხვა ევროპის ქვეყნებიდან, PR-ები, მოგვიყვანეს ვიღაც ამერიკელი ტიპი, რომელმაც გვითხრა, რომ ხალხნო, სოციალური ქსელები არის ბიზნესის მომავალი და თქვენ ყველამ ახლა უნდა გახსნათ სასწრაფო Twitter-ი, Facebook-ი, რაღაცა. ეს ევროპელი ტიპები ესე ხედან და რა არის Facebook-ი? კი იცოდნენ რაღაცა ასტატუსებდნენ, მაგრამ ბიზნესი რა შუაშია, აი ვერავინ ვერ მიხვდა და თუ ამბობს, ესე იგი ხოდა რაღაცა გავაკეთოთ. ხო და მეც ვერ გეტყვით რომ ხომ Facebook-ის გურუ არა ვარ, უბრალოდ მივხვდი რომ ხო თუ იქ თუ მუშაობს, ჩვენს გვაქვს უკრაინაში Facebook-ი, ინტერნეტი და ალბათ ჩვენობის მოვა. დაბრუნდი კიევში, გამოვიჭირე ერთი გოგო, ერთ-ერთი სააგენტოს ფლობელი და უთხარი რომ მედი ოქსანა მეთქი, მოდი ნისანს გავუკეთოთ Facebook-ზე პროფილი, მაგრამ სერიოზულად მიუდგეთ მეთქი, ისე რომ გავუკეთოთ ვასტატუსოთ, არა რაღაცა დავგეგმოთ სტრატეგია აქეთ-იქით და ეს გოგო მეუბნება რომ კიო შემიძლიაო გაგიკეთოთ, ან ლიტერატურას კითხულობდა, სერიოზული ტიპი იყო, შემიძლია გაგიკეთო, მაგრამ თქვენს გარდაო კლიენტი ვინ მეყოლებაო? ან ხო არ შემიძლია ესეთი პროდუქტი შევქმნა, რომელიც მარტო ერთ კომპანიაზე იმუშავებს. ხო, აი აზრი არა აქვს. კარგი არ აქვს. გავდე რამდენიმე თვე გადავედი პეჟოში და ისევ გამოვიჭირეს ჩვენი ოქსანა და აღარ მახსოვს რა უქენი, მაგრამ როგორც ჩავითრია და გავაკეთეთ რა. ანუ მანამდე სხვა ბრენდებსაც ჰქონდათ ეს Facebook-ის პეიჯები, Twitter-ები, რაღაცები, მაგრამ ზოგადად აი დებდნენ სურათებს, რაღაც სულელი კომენტარებს აწერენ, რა გავაკეთეთ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტრატეგია, რას ვაკეთებთ, სად ვაკეთებთ, ოდნოკლასნიკებში არ გვინდა რომ წავიდეთ, იმიტომ რომ ოდნოკლასნიკები ბანძია, მაგრამ გვინდა ვკონტაქტზე, იმიტომ რომ აღმოსავლეთ უკრაინა იგზის და გინდა თუ არა იქ უნდა იყო, ის ცოტა სხვანაირად მუშაობს, Facebook-ზე ესეთი აუდიტორია, YouTube-ს თუ ვაკეთებთ, რატო ასე, ანუ იყო სტრატეგია. სარიყობრივად, გვინდა Facebook-ი. გავაკეთეთ ეს აგვისტოში და დეკემბერში უკვე აი ეს იყო ჩვენი, ანუ ეს არის მთლიანად აუდიტორია Facebook-ის საავტომობილო კომპანიების და 52% იყო Peugeot-ში. ხო, მე ძალიან კარგად ვიცი, ბატონო ბირმან, სადახართ რა, ხო, ესე იგი, ლაიქები არ არის ყველაფერი, მერწმუნეთ რომ იყო ძალიან კარგი ფიდბექი, ანუ ქონდა ამ ხალხთან კომუნიკაცია და მართლა დიალოგი იყო შემდგარი. სხვათა შორის იმ გოგომ, იმ ოქსანამ 1 წლის მერე გახსნა კიდევ ერთი სააგენტო, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დიჯიტალ მარკეტინგზე მუშაობდა. ასე რომ, ხო. შემდეგი რამ გემრიელი კონტენტი. აი ეს ნაწილი ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ თუმცა ჩემი კარიერის რაღაც ნაწილი ვიმუშავე რეკლამაშიც, ახლაც მიწევს სარეკლამო კომუნიკაციებზე მუშაობა, მაგრამ აი სული და გულით ვარ PR-ში კი, რასაც ქვია. და კონტენტი არის ჩვენი ღმერთი ამ შემთხვევაში. რა გჭირდება იმისთვის, რომ მომზადოთ გემრიელი კონტენტი?
მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, ეს არის სინერგია. ეს ძალიან იოლას ეს სინერგია ერთი სიტყვა, მაგრამ სინამდვილეში აქ შეგვიძლია იმდენი ელემენტი შევიყვანოთ. შეიძლება იყოს ხალხი, შეიძლება იყოს ჩვენი კოლეგა, შეიძლება იყოს მედია, შეიძლება იყოს სხვა კომპანია, შეიძლება ჩვენ როცა ვართ კერძო სექტორში მივიდე და სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობ, ძალიან ბევრი ელემენტი. ჩემი მაგალითი ასეთი, ეს ძალიან რთულია, მაგრამ შევეცდები რომ მარტივად მოგიყვეთ. ესე იგი, ეს ჩვენი კომპანია Peugeot. Peugeot-ს ყავდა და ყავს კიდევაც ესეთი მოდელი, Peugeot RCZ, ეს არის პატარა ძალიან საყვარელი, ძალიან მაგარი სპორტ კუპე. მე პირველად მაგრად მიყვარს და როცა გამოვიდა პირველად უკრაინაში ჩამოვიყვანეთ, აი ხალხი სურათებს უღებდა, ვიდეოებს, რაღაცებს უღებდა და ამით ამოიწურა, გაყიდვები ვერ დავძერით, მაინც მიუხედავად იმისა, რომ სურათებს კი უღებდნენ, მაგრამ მაინც ცნობადობა ქონდა ძალიან დაბალი. და ვფიქრობთ რა გავაკეთოთ. თან რეკლამის გაშვება არ შეგვიძლია, არა გვაქვს სარეკლამო ბიუჯეტი, მაგრამ ყავს მანქანა, ფიზიკურად არის, რომელსაც ვაძლევ ჟურნალისტებს, რომ გატესტონ, დაწერონ ასე შემდეგ. ეს ხდება 2011 წელს. ამასობაში კომპანია Peugeot, ესე იგი მონაწილეობს ავტობოლაში, რომელსაც ქვია ლემანის 24 საათი, ყველაზე ცნობილი ავტო, ყველამ ძალიან მაგრამ, ვინც ერკვევა ხა საავტომობილო თემაში, ყველამ კარგად იცის. Peugeot იქ არის ერთ-ერთი ლიდერი და არის მესამე კომპონენტი. მესამე კომპონენტი არის ტიპი მაქსიმ კადაკოვი, რომელიც არის რუსი ჟურნალისტი, წარმოშობით რუსია, მაშინ უკრაინაში მუშაობდა. ეს არის ადამიანი, რომელიც 2010 წელს თავის რუს კოლეგებთან ერთად მანქანებით ჩამოვიდა თბილისში, საქართველოში და იმოგზაურეს საქართველოში, დაწერეს უზარმაზარი სტატია, ყდაზე გამოიტანეს, დრუგაია გრუზია რქვა რაღაცეები, წაიღეს 2010 წელია. წაიღეს ბორჯომი მოსკოვში, რაღაც ანალიზები გაუკეთეს, წაიღეს ქართული ღვინო, რომ დაესაბუთებინათ, რომ არ იყო საწამლავი. ხო გახსოვთ მაშინ ემბარგო რაღაცები. ხო და აი ესეთი ტიპია ეს. ხო და ფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად აი რა მოვახერხო, ხო, ეს ელემენტები მაქვს. და ამას ვეუბნები, რომ არ გინდა მოგცე მანქანას და წადი საფრანგეთში ლემანზე. აქეთ იქით გზა არის 6000 რაღაცა კილომეტრი გამოვიდა, იმიტომ რომ როცა ეს უთხარი ამ ადამიანს იმდენად ჩაერთო, რომ თვითონ გაწერა მარშრუტი, თან ისე გაწერა. წავიდა ქარხანაში, სადაც ამანქანას აწყობენ. წავიდა Peugeot-ს მუზეუმში, გახსნა ბლოგი სპეციალურად ამისთვის. მე რაღაც კონკურსები ჩაატარა გზათა, როდესაც თან სურათებს იღებდა, თან ჩავაბარეთ ჩვენი Facebook გვერდის ადმინობა. და აი აქ ჩამოწერილი ხა ყველაფერს არ წავიკეთო ხმა მაგლა რაც გაკეთდა იმის შედეგად, ანუ რამხელა აუდიტორია ყავდა ამას ყველაფერს, იმიტომ რომ ტიპი თვითონ იყო ჩართული, მას სიამოვნებდა, რომ ესეთი პასუხისგებლობა მივეცით. აი, როდის ჩაატარა ეს ყველა კონკურსები, წავიდა რაღაც პრიზები იყიდა, მე რო ჩამოვიდა იმ ხალხს დაურიგა, მოკლედ იყო ერთ ამბავში. და აი, რამდენიმე დღის წინ, როცა უკვე ვასრულებდი პრეზენტაციას, მე თქვი ამ ადამიანსაც ვკითხე, რომ მე ძალიან მომეწონა, ძალიან მაგარი პროექტი იყო ჩემთვისაც, თან პირდაპირ ეთერში გაშუქებას უკეთებდა ამ როცა ფინალი რო იყო და მოკლედ მე თქვი ამასაც ვკითხო, როგორ მოეწონა, იმას აღარ ვიტყვი, რომ გაყიდვები გავზარდე და მესამე ადგილზე გავედი ჩვენ ამ სეგმენტში. შენთვის რა იყო მეთქი? ძალიან დიდი ტექსტი მომწერა შევამოკლე. ეს მისთვის იყო ბედნიერება. ანუ ჩვენ როცა გვინდა რომ კარგი კონტენტი მივიღოთ, არ შეიძლება ისე მივუდგეთ საქმეს, რომ აი მე რა მინდა, აი გამიკეთეთ ის მე რაც მე მინდა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ იმდენი, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ასე ვთქვათ, რომელსაც რაღაცა შეიძლება ჩვენც მივცეთ და შევქმნათ ერთად. აი სინერგია. მესამე აქ საკმაოდ ისე პირადული მაგალითი მაქვს, შევეცდები აგიხსნათ ასე. ჩვენ გვქნით კონტენტს, ხო? ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელიც ინფორმაციას ვაწვდით აუდიტორიას. მაგრამ ჩვენ ისევ ის ადამიანები ვართ, ვინც ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებს ყოველდღიურად. ანუ მე უფრო აი 10-ჯერ მეტ ინფორმაციას ვიღებ, ვიდრე ჩემი მეგობარი, რომელიც არ ვიცი, მუშაობს მაღაზიაში სიტყვაზე, ხო? ჩემი სამსახურიდან გამომდინარე და ჩემი უკვე ჩვევებიდან გამომდინარე. მე ვთვლი, რომ ინფორმაცია სანამ ამს ჩავყლაპავთ, ასე ვთქვათ, ხო? ინფორმაციას როგორც აი საჭმელს ჯერ ხომ უნდა დავაკვირდეთ, რას ვჭამთ. ასევე ინფორმაცია უნდა გავსინჯოთ და მივხვდეთ ეს სიმართლეა, რამდენად სიმართლეა. ძალიან მარტივი ხერხებია ამისთვის კრიტიკული აზროვნება, რა თქმა უნდა, არაფერს ახალს არ გეუბნებით აქ. დამატებითი წყაროებია, ჩემი უკრაინელი მეგობრები ძალიან მეჩხუბებიან, რატო უყურებ რუსულ არხებსო. ისინი ხო იტყუებიან, კი, რაღაცას იტყუებიან. რაღაცას უკრაინელი არხის იტყუება, რაღაცას ქართული არხის, რაღაცას ინგლისური, აი ინგლისური მეგობარი მყავს, რომელიც BBC-ს notification-ი რომ მომდის ტელეფონზე, აი ესე აძიგძიგებს და ეს ხო პროპაგანდა, ეს ხო საშინელი ხალხია და ჩვენ საქართველოში თვლით რომ BBC მაგარია, ხო? ამიტომ ავიღოთ რამდენიმე წყარო და რაც მთავარია,
კონტექსტი. იმიტომ რომ კონტექსტიდან ამოგდებული რაღაცა, აი შეიძლება ისე გადატრიალდეს, რომ ჭეშმარიტებასთან არაფერ შეხებაში არ იყოს. აი ჩემი მაგალითი. მოგელანდებით ეს ფრაზა მე კვირაში ალბათ 10 ჯერ მესმის და ხანდახან ვბრაზდები, ხანდახან გავატარებ ხოლმე, ხანდახან მინდა რომ ვიტირო. ეს არის მამა ჩემი, გურამ პეტრიაშვილი, რომელსაც ეკუთვნის ავტორობა ამ ფრაზის. ერთი ფრაზა არის დაანება ჩემს ოსთავი და მეორე არის ეს. ხო, რა იყო ეს? მას ეგონა, რომ იმ დღეს როცა ამას ამბობდა, მას მოკლავდნენ. ამ დროს სახლში ელოდება მეუღლე, სახლში ელოდება 8 წლის შვილი მე, რომელიც ამას უყურებს პირდაპირ ეთერში და კიდევ ერთი შვილი, ორსულია და ამ ადამიანს გონია, რომ ეხლა მას მოკლავენ. მიმართავს იმ ადამიანებს, რომელიც კლავენ. თუ მე თქვენ მოვკლავთ, მოგელანდებით. წარმოიდგინეთ მე ეს აი როგორ გადაატრიალეს, რო გახდა საღადაო, ხო? იმიტომ რომ აი რამდენჯერ გავიგე, რომ ეს ღადაობა მე მესმის, რომ ეს იმ ადამიანების ბრალი არ არის. ეს ის იყო, რაც მიაწოდეს მათ. ამოღებული კონტექსტიდან. და ბოლო. ასეთი პოსტსკრიპტუმი. რა მინდა გითხრათ, როცა ცხოვრობდი უკრაინაში, მე ყოველთვის ხედავდი, რომ უკრაინელ ხალხს აი ძალიან განსხვავებული წარმოდგენა ქართველებზე, ვიდრე ჩვენ ქართველებს ჩვენ თავზე. და უმიზედოდ არ ხდება ეს, იმიტომ რომ აი მაგალითად, ჩემი ყოფილი სფეროდან ხო მაგალითი, ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი საავტომობილო სფეროში უკრაინაში ქართველი. ყველაზე მაგარი, ყველაზე ნიჭიერი ჟურნალისტი საავტომობილო არის ქართველი. და ნუ არც თუ ისე რაღაცა არაუშავდა, პიარი ყავდათ კიდევ. საქართველოში რატომღაც აი ჩვენ ესეთები ვარ, ჩვენი რა თქმა უნდა კრიტიკა, თვითკრიტიკა არის აი ძალიან კარგი, მე ძალიან მიყვარს, ძალიან თვითკრიტიკული ვარ, აქ რომ მოდიოდი ფიქრობდი ღმერთო რა ბანძი ვარ, ამ ხოლს რა უნდა მოუყვე, ღმერთო, მაგრამ ხანდახან საჭიროა რომ გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს პლუსებზე, ჩვენ სიძლიერებზე, იმისთვის რომ ეს სიძლიერები უფრო გავაძლიეროთ და ბარემ გაგცემთ პასუხს შეკითხვაზე თუ რატომ ჩამოვედი. ჩამოვედი იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მე ვარ ბედნიერი და ამ ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ მე მაქვს შეხება ასეთ ხალხთან და ძალიან დიდი მადლობა და მინდა ტაში დაგიკრათ თქვენ.